კიდევ იცით კოლექციონირებაც არის ბევრჯერ თქვი უკვე და მეორდები და ამიტომ გამოვიწერე ხო ერთ პატარა ისტორიასაც გეტყვით ანუ 2013 წლიდან მისური მერშაუმ დაიწყო ახალი ხაზი რაღაც პატრიოტულ ნოტებზე ნაწყობილი რომ თითქოს შეეცადა აღედგინა აი ეს ჩიბუხები სტილით, ფორმით, ფერით და ყველაფრით, რომელიც აი ამ კომპანიის დამაარსებამდე აი ეს მამები რო ეწეოდნენ და ატარებდნენ, ანუ 250 წლის წინანდელი პირველი აი ამ სიმინდის ტაროს ჩიბუხების იმიტაცია და თან მიაყოლეს ამას რამოდენიმე სერია, რომელსაც ზოგს პატრიოტი დაარქვეს, ზოგს Independence Day, ზოგს დაარქვეს Freedom Ring და აი თამბაქოების გამოუშვეს ამ მიმართულებით, ჩიბუხებსაც უშვებენ და აი ერთ-ერთი საკოლექციო თუ უფრო გამოვიწერე, ვიდრე მოსაწყებად რომ მიდოს ჩემს კოლექციაში მეთქი, აი ესეთი წყვილია ორი ჩიბუხისგან შემდგარი, უბრალო პლასმასის კოლოფში, მაგრამ კოლექციისთვის ძალიან კარგი იყო და ძალიან სამწუხარო რაღაცა მომივიდა, რომ გითხარით რომ უბრალო პაკეტში არის ფუთული და არაფერი ისეთ სერიოზულში, აი ესეთ უბრალო პაკეტში იყო და თლიანად აი ეს ჩიბუხი აი სულ დამსხრეული ჩამოვიდა ჩიბუხი არა, ოღონდ გადავრჩი, კოლოფი. თუმცა გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი შეიძლება არ არის, მაგრამ აი ეს საკოლექციო ღირებულება ქონდა აი ამას, აი ამ კოლოფს. ეხლა რაღაცას შევეცდები გავუკეთო, რაღაცა ხის, მივამსგავსო მეც ისეთი დაძველებას და იმას, მაგრამ აღარ იქნება ორიგინალი და ძალიან გულდასაწყვეტია. აი ეს, ასიზა. თავი ჩიბუხი გადარჩა. ჩიბუხები გადარჩა და ისეთი დარტყმა მიიღო, აქა რომ ჩიბუხსაც აქვს პატარა დაზიანება, მაგრამ იმედია რომ ეს გარეგანი დაზიანება იქნება. მეთ გადავიდეთ აი ასეთი წყვილი მოდის ესეთ შეფუთული და აი რო გაჩვენოთ მისი ფერი, ფორმები როგორ განსხვავდება დღევანდელისგან, აი? და რა თქმა უნდა, ახლა გითხარით რომ ეს ფათხი თუ როგორ ქვია ეს დაფარვა სითხე ეს არის ორიგინალური დაპატენტებული ვარიანტი მისური მერშაუმის, მანამდე ეს არ არსებობდა, ანუ არაფრით არ არის დაფარული, უბრალოდ აი ესეთი ფერის არის. ნაობე რომ აი ესეთი ჩიბუხები ქონდათ 250 წლისი, როდესაც აი ესეთ თვითნაკეთი იყო და ადამიანები თავის აკეთებდნენ და ეწეოდნენ. ეს ერთი არის აი ასეთი, საკმაოდ ლამაზია, ორიგინალურია და მისი ძველი პირვანდელი ემბლემა 1869 წლიდან რომელიც იყო. შემდეგ რამოდენიმეჯერ რებრენდინგი განიცადა და შეიცვალა ეს პირველი ემბლემა. ესეც დააბრუნეს ამ მოდელებში და აი ეს მეორე სწორი ჯამიც, აქ ჯამებიც განსხვავდება. ცოტა კონუსურია ჯამი, გაჩვენოთ, ცოტა კონუსის ფორმა აქვს, აქ ცოტა სწორია. ეს თვითონ ჩიბუხიც ესეთი სწორია. და აქ ესეთი მოგნული. და ხო, კარგი ბონუსი, ეს მეგონა თავიდან შალით აიყო და გამიხარდა, მაგრამ არა, უბრალოდ დროშის იმიტაცია, როგორც ვიხდი, ეს მე მგონი პირველად რომ გამოცხადდა, აი ეს Freedom Ring ქვია აი ამ ნაკრებს. და მოძებნე ბევრი მასში ინტერნეტში ინფორმაცია შევეცადე მომეპოვებინა და რაღაც მე მგონი ფილადელფიაში დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით აქვს იქ რაღაც ზარი იყო თუ რაღაცა ესა რაღაცები ვიცი და რაღაცა ბოლომდე ვერ გავიხსენე და ვერ აღვადგინე. შემდეგ ჩავორმავდები და ნახო. ესეთი ლამაზი, კარგი საკოლექციო ჩიბუხებია და ხო აი მე გითხარით მე მგონი რომ თუ გამოიწერთ ამერიკიდან ესენი ფაქტიურად თავდება უკვე ერთეულებია დარჩენილი და აი ჩვეულებრივად რომ გამოიწერთ თხოვეთ რომ ცოტა მყარ შეფუთვაში ჩაგინო ხშირად ითვალისწინებენ ამას სხვათაშორის ამერიკელი მაღაზიის ისინი და დარჩენი ვნახოთ. ხამ წყულს ეს არ ეხება, ამას საკოლექციოდ შევინახავ
ბოლო აი ამ მერშაუმს თქვენთან ერთად ხო აი ემბლემაზე რო გეუბნებოდი და ახლებს უკვე აი ესეთი ისა აქვს უკან საფირმო მარკა ნახოთ როგორი იქნება ძალიან საინტერესოა შევხედო თქვენთან ერთად მომულ შეხვედრამდე ხო კიდევ რა მინდოდა ამასთან ერთად აუცილებლად შევიძინე ხო აი არ მithქვამს არ მიჩვენებინა აქვს თავისებური 6 მმ-იანი ქაღალდის ფილტრი რომელსაც ორი ფირმა აწარმოებს და ეს medical რაღაც ქვია არ ვიცი და მეორე აი დოქტორ გრაბოვი აწარმოებს და შეგიძლიათ გამოიწეროთ თუ არა არც ეს არის დიდი საშინელება ფაქტიურად ეს არის ქაღალდი და შეგიძლიათ სიგარეტის კვალა დახეული ქაღალდი ხა იქ კაპიკები ღირს და არავინ არ აქცევს სამის ფასა არაფერს ყურადღებას გაიარა კიოსკში იყიდა და ჩვენთან თუ ეს ყველაფერი რადგანაც ასეთი პრობლემაა თქვენ შეგიძლიათ ეს ჭიბუხი თუ გექნებათ ჩვეულებრივად იყიდება ფილტრის ქაღალდები ვინც სიგარეტს ეწევა თვითონ აკეთებს სახში და ეწევა იმაში რომ ჩადოს და ესეთი ფილტრის ქაღალდები იყიდება ჩვენთან 2-3 ლარი ღირს მე მგონი და აი მისგან შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაახვიოთ და ჩადოთ და ის მოვლენას შეასრულებს ამიტომ შეიძლება უფრო იაფად ეზიაროთ აი ამ თამბაქოს მოწევას როგორც გითხარით სადღაც 7-დან 10-12 ეს ჭიბუხი შეგიძლიათ იყიდოთ და ქართული მწარმოებლებიც აწარმოებენ თამბაქოს ნუ იმით დაიწყებთ შეხედავთ ახობის ეხლა სპეციალურად გავსინჯე Sir Walter Regulari Perli აი ამ ამერიკულ მიზური მერშაუმის ჭიბუხში სიმინდის ჭიბუხში ძალიან მაგარი თამბაქოა ძალიან მე მგონი ნელა პირველ ადგილზე გადის ჩემ თამბაქოებს შორის და აი ამ ჭიბუხში მაინტერესებდა როგორი იყო და თითქოს მართლაც არის ცოტათი განსხვავებული ანუ აი ბერლის რაც სიტკბო დაუმატა თითქოს არა კარგი ტანდემია ეს თამბაქო და ეს ჭიბუხი ძალიან მაგარია სავინელის ჭიბუხი რომელიც ბერლისთვის მოქვს იმაში რო ვეწევი მაგრამ აი ჩამოვარდება მეთქი ამაში ვერ გიტყვი და რაღაცით განსხვავებული გემო აქვს ანუ თუ უფრო კონსერვატიული გემო მოგინდებათ ბერლის მაშინ ის არის კარგი აი სავინელის ჭიბუხი კლასიკური თუ უფრო მეტი სიტკბო კონდეს და ხა არომატიკა და ეს არ აქცევს მაგრამ აი ცოტა უფრო ხალისიანი და მხიარული აი ამ ჭიბუხში სასახად კარგია ამ ჭიბუხსაც და ამ თამბაქოსაც უწევ რეკომენდაციას კიდევ ერთხელ ვიმეორებ მისური მერშაუმის სიმინდის ტაროს ჩვეულებრივი სტანდარტული ჭიბუხი და აი ეს Sir Walter Regulari ამის პასი სადღაც $10 არის 9-დან $10 ის თამბაქო კიდე 5-დან $6 არის ასე რომ საკმაოდ ბიუჯეტურად რათა შეიძლება ეზიაროთ აი ამ თამბაქოს და კარგ ჭიბუხს